მოკლედ დავადგათ ყავა. მაიკომ მომწერა, ძალიან გემრიელი ყავა არისო, მეჰმედ ეფენდი. ხო და არ ვიცი, არ გამისინჯავს, დამაინტერესა. თუ შემხვდება აუცილებლად ვიყიდი და გავსინჯავ. ვეძებ გემრიელ გემოებს ყავაში. იმიტომ რომ ნამდვილი გურმანი ვარ. ამიტომ რა ვიცი, ადრე მომეწონა სისაურის ყავა. მაგრამ ესე ხშირად ვერ ვყიდულობ ხოლმე, იმიტომ რომ ყველგან არ იყიდება. ის პოინტში იყიდებოდა, ეხლა არ ვიცი არის თუ არა. და მოკლედ ახლა ბოლოს ვიყიდე ეს კარტენუარი და რა ვიცი, დიდად ჩვეულებრივი ყავა. ეხლა მე ველოდი რაღაცა განსაკუთრებულს, მაგრამ ეგეთი არ არის და რა ვიცი, აბა დამაინტერესა მაკავა. მაიამ რომელზეც თქვა, ამიტომ ნახოთ აბა ვცდიმერე მაგასაც. ეს ნალექიანი ყავა არის ხოლმე ჩემთვის როგორც რაღაცა ისეთი დესერტი, იშვიათი. პერიოდულად ვიცი ხოლმე გადაკიდება. პერიოდულად ესე დღეში ერთხელ ვსვავ ხოლმე დღისით რა, ესე რომ მომშვიდება ცოტა, რაღაცა ისეთი შტკბილი რომ მინდა ხოლმე, მაშინ ვსვავ ხოლმე. და ისე დილაობით უნალექო არის ჩემი შველელი, დილით არ შემიძლია უნალექო რო არ დავლიო. რომ მითხრან რომ მთელი ცხოვრება ერთი ყავა უნდა აიჩიო უნალექო თუ ნალექიანი, რომლის დალევაც შეგეძლება, ავირჩევდი უნალექოს მაინც, მაგრამ ეს ნალექიანი არის ჩემთვის როგორც ხანდახან ესე გემრიელად რომ მივირთვო ხოლმე შოკოლადთან ერთად. ხო, ნალექიანი, მე ავირიე მოკლედ ხომ ხთვით ის თქოს მინდა მეგური ადრეც მივაპარაკია მაგ თემაზე და ისე რაც არ არის ძალიან საინტერესო ალბათ. აბა პირველი ყოლუპი. კაია. ეხლა ნახეთ შედევრი ჩემი. ეს არის ასაწვანი სნიკერსი. სნიკერსის თხევადი ვერსია. მოკლედ გუშინ დავწექით 3 საათზე ხალხო. მე ვეღარ მოვთიმი პირველზე. ხო, მარტო ადრე დაწვა. ამიტომ რომ ადრე იცინებს. პირველი უკვე ადრე თითლება. ხო, პირველი უკვე ადრე. თუ გამოიცნობთ რატო? უყურეთ ევროვიზიას? ზოგი არ უყურეთ. ჩვენ უყურეთ, მაგრამ მე 2-დან 3-მდე კი არა, რომ მორჩა კონცერტი. უკვე მე სანამ ქულები გამოცხადდება, ძალიან დიდი პაუზა აქვს რა, 1 საათიანი, რა ვიცი, რაღაც დებილობები ხდება. ეს ვეცახე. ნიღაცები გამოდიან, რაღაც უინტერესოა ჩემთვის და მაგდოს დამეძინა. მაგრამ არ დავწექი, რომ მეთქი დაველოდები ქულებს თქო. ნატალის არ ეძინა. და მარტო საქართველოს ქულებს რო აცხადებდნენ, მაგაზე გამოფხიზლდი ცოტა, ნახე რომ იტალიისთვის მიგვიცია ხმა. არ ვიცი რატო, მაგრამ ეგრე გადაწყვიტეს. და ეგ ვნახე, მე უკვე ფინალზე უკვე რო აცხადებდნენ გამარჯვებულს, მაგ მომენტზეც შევხიზლდი, თორე ეგეთი ვიყავი, თვალით ვუყურებდი, ძალიან მეძინებოდა. მაგრამ მე დილით ვუყურეთ, მე და მარიტამ ერთად კარგად გადავახვიეთ და თავიდან ვუყურეთ. მაგ გამოცხადებას ვის რა რეაქცია ჰქონდა, ვის როგორ გაუხარდა, ვის როგორ ეწყინა. ყველაფერი ვნახე. ისე არ ველოდი. რასაკეთო. მარიტას გამოგონება იოგურტში იყრის ნიგოს. არა, გამოგონება. ძალიან გამიკვირდა გამარჯვებული რომ გახდა ავსტრია, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგ ნომერი რაღაცნაირად ჩვენს
ყურადღების და მე ხო, ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, ჩვენი ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაცნაირად არ მივანიჭეთ არანაირი თუმცა ძლიერი ვოკალი და ხო, რაღაც ხმაძლიერი ქონდა, რაღაც ოპერის მომღერალი არის ალბათ, რაღაც ისეთი ოპერის ეგ რო გამოაცხადეს ნომერს გავდა, მაგრამ მე დიდად არ გავგიშებული ვარ, რა ვიცი, მაგაზე და მართლა არ მეკონა თუ მოიგებ. რო გავიგე რომ მოიგებს, მე მომეწონა, თორემ როცა თქვა ის რომ ეგ ავსტრიამ მოიგო, ჯერ ძალიან ბევრი ხანი ვიხსენებდი ვინაა. ხო, მე საერთოდ რა ვიცი. არდა ხო თითქოს ძლიერი ნომერი და ისეთი იყო, მაგრამ რავი, ჩვენ არ გვეგონა თუ მოიგებ და საერთოდ არ ვფიქრობდით არანაირად მაგ ნომერზე. უფრო კიდე ამბობდნენ შვედეთი მოიგებსო და პრინციპში შვედეთი მე უკვე მოგვეწონა ბოლოსკენ. მაგრამ არა, ავსტრიამ მოიგო, მეორე ადგილზე გავიდა, ესტონეთი გავიდა ხო მეორე ადგილზე. თუ არა ისრაელი მგონი. ისრაელი გავიდა მგონი მეორე ადგილზე. ისრაელთან ერთი ქულით თუ რაღაც ძალიან ცოტა სხვაობით აჯობა. ჩვენ ისრაელის გამოსვლა უფრო მეტად მოგვეწონა, ისრაელის გოგოს, ასევე ესტონეთით ძალიან გვწონდა. მაგრამ მოკლედ გაიმარჯვა ავსტრიელმა ბიჭმა ვულოცავთ JJ-ს JJ ქვია. ისე ძალიან ემოციური იყო, ტიროდა და რაღაცა ისე ძალიან ემოციური ის იყო დაჯილდოვება. ესეც და ნორვეგიას მოზარდები იყვნენ. ხო. ეთქობა რომ ძალიან ახალგაზრდა არ ვიცი რამდენი წელს არის, მაგრამ პატარა ბიჭი არის. ხო და ესე მოკლედ ჩაიარა ამ ევროვიზიამაც. კიდევ ვიტოვა ბევრი კარგი ისეთი სახალისო სიმღერა, რომლებიც უკვე ნელ-ნელა შეგვიყვარდა, იმიტომ რომ სამჯერ მოვისმინეთ და სამჯერ მოისმენ უკვე გინდა რაღაცები უკვე მოგწონს. მე ჩამოვთვლი ყველაზე კარგ ქვეყნებს. აბა მიდი. ნიდერლანდები, ისრაელი, ნორვეგია, ისა პორტუგალია, შენც გაიხსენე სან მარინო. რა გაიხსენე კიდე? ხო, რა, პრინციპში ეგენი. ესტონეთი თქვი? ესტონეთი ხო. ლეგენდა. ხო და ესე მეგობრებო, ესე ვერთობოდი გერმანია და არმენია. ხო, გერმანიაც მოგვეწონა ძალიან რაღაცეთი. სადაც უკვე მუსიკა იყო. ბოლოს უკვე მოგვეწონა. ის ბიჭები რო იყვნენ. რამდენჯერ მოისმენ, მე მოგწონს. მე ქვეყანა იყო ეს ბიჭები რო იყვნენ. მე მგონი ისლანდია. და ისლანდია. ხო და ესე ჩაიარა ამ ევროვიზიამ, ეხა დავჭით ამ სერიალების ამარა. ის მოგვეწონა. ალბათ უკვე ძალიან ბოლოს დავაფასეთ. საქართველოზე ვნახე სხვადასხვა ბლოგერების აზრი, აი ვინც ევროვიზიის განხილვებს, ვინც აკეთებს უცხოელებით და უცხოელების ძირითადად და ხო, ანუ ვერ გაიგეს სამწუხაროდ ვერ გაიგეს რა, ეხლა ჩვენი არესმით არც ჩვენი ჩოხები, არც ჩვენი ეს ჩასაცმელი ეს რო ეცვა თავი და რაღაცა ყველას გაუკვირდა და სამწუხაროდ ვერ გაიგეს, ვერ გაგვიგო ევროპა. თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს მართლა. ბევრი ამბობს რომ ევროვიზიო არ არისო, მაგრამ რატომაც არა, ეხლა იქ არის ბევრი სხვადასხვანაირი სიმღერებია და რატომაც არა, ეხლა ეს სიმღერაც შეიძლებოდა რომ გასულიყო ფინალში. ეს სიმღერა ყველაზე კაი იყო, მაგრამ ფინალში მაინც რატომაც არა ძალიან მაგარი ვოკალი აქვს. ამ გოგოს თვითონ ლამაზიც იყო ყველაფერი, სიმღერაც მელოდიურია. რა ვიცი, აბა მეტი რაღა. მაგრამ არა, მათ უნდა გაიძრო ყველაფერი. საქართველოს ყველაზე კაი იყო, მოგეცური.
რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ობიექტურად მომეწონა მარიამი. აი, ხანდახან ვფიქრობ, რომ აი ხა რო არ მწონოდა, რომ ქართველია და მომეწონებოდა თუ არა და ვფიქრობ, რომ კი მომეწონებოდა მაინც. რატო ჩვენ მაინც ეგრე ძალიან, იმიტომ მოგწონს, რომ საქართველოს აურა მაქსიმალურად. ხო, საქართველოს ხასიათი მაინც იბრძნობა სიმღერაში და მე მომწონს ეგ სიამაყით ვიცებოდი რომ ვუყურებდი და ვუსმენდი და გავედით თუ არ გავედით ეგ უკვე მეორე ხარისხოვანია. მთავარია რომ ჩვენი წილი დავტოვეთ. ხო რა, ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ. ეხლა რა მოდის კიდე საინტერესო ჩემპიონატი რა. როდის მომავალ ამ წელს არ არის ჩემპიონატი. ფეხბურთის საინტერესო რა. შენ უნდა გეცოდი. ხო, კიდე ვუყურებდით ხვიჩას დაჯილდოვებას, პარალელურად ხვდით ხოლმე, იმიტომ რომ ერთდროულად იყო. კვარაცხელიას გუნდმა მოიგო. რა ქვიათ კაცო, PSG-მ და იყო მოკლედ დაჯილდოების ცერემონიალი იყო და რაღაც ხანდახან ხვდით ხოლმე იქეთაც, აქეთაც და ესე გუშინ ისე საინტერესო ის იყო და იმიტომ გვიან დავწვიქით ძალიან და დღეს თქვენ ფეხბურთს უყურებთ? ხო, ფეხბურთს კი არა, დაჯილდოების ცერემონიალი იყო და ხანდახან გადავრთოვდით ხოლმე, იმიტომ რომ ერთი და იგივე დროს იყო მე და ნატალიკო. და ესეთი ამბები მეგობრებო, რა ვიცი, აბა დღეს მეტი არ ჩამიწერია არაფერი, იმიტომ რომ რატო არ ჩავწერე დღეს რას ვაკეთებდი? დღეს ვიდეოს ვაკეთებდი ჯერ, მერე ვალაგებდი, მერე ვუყურებდით კიდე ევროვიზიას ვაკეთებდი და მერე ევროვიზია, მერე რაღაც დავალებებზე გვეხმარებული. ხო რა, მოკლედ ყოველდღიურობა ჩემი და რაღაცა ვერ ჩავაკვეხე დღევანდელი. აი ეხლა ავარო დავლია, მოკლედ ეხლა ვიღებ ამას, მაგრამ რა ვიცი, რა დასადები იქნება. მოკლედ ისეთი ამბები, ჩემო ლამაზებო და კარგებო. ეხლა დაგემშვიდობებით, გავაგრძელებ მიუხედავ საქმეებს. რაღაცები არის კიდე გასაკეთებელი, მარიტას რაღაცა უნდა ჩემთან. ნატალიას დავჭირდები, ეხლა გაკვეთილები აქვს სასწავლი, მაგრამ ეზოში არის, არ აინტერესებს ჯერჯერობით და რომ დააინტერესებს, მე გავახსენდები. დამიძახებს. კიდევ მაქვს ვიდეო დასამონტაჟებელი, TikTok-ი მაქვს გადასაღები. მოკლედ გავიქეცი, აბა ყველას კოცნით. დროებით